მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? იმედი იყვანი, კარგად გრძნობთ თავს. ასეთ ქარიან ამინდში, არ ვიცი ვინ საიდან მეყურებთ, მაგრამ თბილისში არის საშინელი ქარი, რაც ჩემზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, საშინლად არ მიყვარს ქარი. არ ვიცი თქვენ როგორ გრძნობთ ხოლმე ესეთ ამინდებში თავს, მაგრამ ჩემს ხასიათზე ნამდვილად მოქმედებს. მეგობრებო, დღეს მოვედი ესეთი кейსით. და სავარაუდოდ გაშლაც მექნება ამ საკითხთან, ამ დაგვარ საკითხთან დაკავშირებით. რა ხდება ახლა? მე გაგიშხერებთ სიტუაციას და შემდეგ თქვენი მოსაზრება, თქვენი აზრიც დამიწერეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებში. არის ასეთი სიტუაცია, მოკლედ ამ საუკუნეში ალბათ უკვე ვიცით ყველამ, რომ ეს ინტერნეტ გაცნობა, ინტერნეტ ნაცნობობა, სასიყვარულო ურთიერთობების ინტერნეტით გაღრმავება, ასე ვთქვათ, ონლაინ სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან ხშირია, ანუ სოციალური ქსელებით გაცნობა და სიტუაცია მდგომარეობს შემდეგში. დაუშვათ გაიცნეს გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი, დაინტერესებულები არიან ერთმანეთით, ბიჭი ძალიან დაინტერესებულია ყოველდღიური მოკითხვებით, ყოველდღიური ყურადღების გამოხატვა, ზრუნვა, ეს მხოლოდ თავიდან მესიჯებით, რა თქმა უნდა, და ეს მესიჯობა, მეგობრებო, გრძელდება თვეების მანძილზე. ანუ ჩვეულებრივი, შეიძლება დროთა განმავლობაში ამ მესიჯებით სიყვარულიც აუხსნას ადამიანმა, ბიჭმა, გოგოს, მაგრამ ეს ყველაფერი გრძელდება თვეების განმავლობაში და არანაირი ინიციატივა არ არის შეხვედრაზე. ესეთი кейსი გვაქვს დღეს. ჩვეულებრივი სასიყვარულო ურთიერთობა და მხოლოდ ონლაინ. მეტი არაფერი. ანუ ეს ყველაფერი არ ხდება რეალურად. ამაზე არ აქტიურობს ბიჭი. არ სურს სავარაუდოდ რეალურად გაიცნონ ერთმანეთი ამ გოგომ და ბიჭმა, რაც არის ყოველ შემთხვევაში არ სურს თუ არ შეუძლია თუ ასე შემდეგ. არის ასეთი სიტუაცია და ასეთი кейსი გვაქვს, მოკლედ, რომ თვეების მანძილზე მიმდინარეობს ურთიერთობა მხოლოდ ონლაინ. სასიყვარულო ურთიერთობა და არანაირი ინიციატივა არ არის ახლოს გაცნობაზე, ახლოს შეხვედრაზე და ასე შემდეგ. და ჩვენი გაშლაც იქნება ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, ვინც გინდათ ჩაიფიქრეთ და გავიგოთ რა ურთიერთობა სურს მას თქვენთან. ხო, ამ кейსთან დაკავშირებით შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები დააფიქსიროთ კომენტარებში, როგორც თუ ქალბატონი ხართ ქალის გადმოსახედიდან, რას იზავდით და თუ მამაკაცი მიყურებთ, მამაკაცის გადმოსახედიდან, ასეთ кейსში, ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. თქვენი აზრით, რა არის სწორი ამ სიტუაციაში, როგორი ქმედება არის სწორი. კი ბატონო, დავიწყოთ ჩვენი გაშლა. ცოტა სიბნელეა მე მგონი. ისეთი ქარია და ისეთი საშინელი ამინდი ჩემთვის, რომ მე მგონი ჩამობნელდა კიდეც. მოდი შუქს ავანთებ, მე მგონი ჯობია. გათენდა.
დავიწყოთ ახლა მეგობრებო, ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება, თქვით მისი სახელი და გვარი. შეიძლება ვიღაცებს მართლაც გაქვთ ესეთი სიტუაცია. მეც რა თქმა უნდა რეალური кейსიდან მაქვს ამოღებული, მე არ მომიფიქრებია ეს ყველაფერი. რეალურია ეს ყველაფერი ნამდვილად და შეიძლება თქვენ შორისაც იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია, ან გქონდათ ადრე. იმიტომ რომ ძალიან ხშირია ესეთი სიტუაციები. კარგი, გავიგოთ. ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, ვინც მიყურებთ და ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, რა ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან. ვაუ, აი მე მგონი ახლა რაც ვისაუბრე, ზუსტად ვისაუბრე. ან რაღაც დღეს მოითხოვა თითქოს შინაგანად ვიგრძნი, რომ აი ეს საკითხი უნდა გამეჟღერებინა და ნამდვილად ტაროც ამ ასეთ თემაზე მესაუბრება. პირველ რიგში მინდა გავეჟღერო ის, რომ ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის. აი, ეს არის იმპერატრიცა ამ დასტაში. ძალიან დახვეწილი, ჩემი აზრით. პირველ რიგში მინდა გავამახვილო ყურადღება მის აღნაგობაზე, საოცრად ქალური და თავდაჯერებული ქალბატონია, კარგი ფიგურით, სხეულის კარგი ფორმებით, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნებისთვის და ამ ყველაფერთან ერთად თქვენ ხართ იმპერატრიცა. ქალი, რომელმაც არ ვიცი ვინ იყო მანამდე მის ცხოვრებაში, მაგრამ ქალი ხართ მის ცხოვრებაში, რომელმაც ხაზი გადაუსვა ყველა ქალს, ვინც კი მანამდე ყოლია. აჩვეულებრივად. მაგრამ აქეთ არის თვითონ პიროვნება თქვენზე ნაკლები ენერგიებით, ვიბრაციებით, თუმცა არის ადამიანი საკმაოდ ემოციებით, გამსჭვალული თქვენს მიმართ, გრძნობებით და ვერ ვიტყვი, რომ აი ესეთი შემდგარი და ჩამოყალიბებული პიროვნება ბოლომდე თქო, მაგრამ არც ძალიან პატარა ბიჭუნა. ანუ თქვენ ვერ დაგეწევათ, მაგრამ არც ისეთია, რომ დაუშვათ არასანდო. კარგი. რა ურთიერთობა სურს ამ ადამიანს თქვენთან? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ დაიწყო გაშლა ძალიან დიდი ტრანსფორმაციით. ამ ადამიანს რაც პირველ რიგში სურს ამ ურთიერთობაში არის ის, რომ შეიცვალოს ძალიან ბევრი რაღაც. თუ იყო თქვენი ურთიერთობა გაჩერებული, არაფერს არ აკეთებდა, თუ იყო არა, ანუ ეს ეხება ისეთ სიტუაციას, სადაც ურთიერთობა ან დაპაუზებული იყო, ან უბრალოდ ეს ადამიანი რაღაც არ ანვითარებდა და იყო ერთ ეტაპზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ურთიერთობა. ამ ადამიანს უნდა ასე ვთქვათ გააკეთოს რაიმე ამ სიტუაციაში, ანუ იმოქმედოს, ამოქმედდეს უნდა ძალიან და აი ეს გაყინული ურთიერთობა დაუშვათ, სადაც არაფერი არ ხდება, არაფერი წინ არ მიდის, დასტაბილურდეს, ოღონდ დასტაბილურდეს ისე, რომ ბევრი რაღაც შეიცვალოს, წინ წავიდეს ეს ურთიერთობა. მშვენიერი. ამ შემთხვევაში თქვენს პარტნიორს ნამდვილად კარგი აზრები აწუხებს. კიდევ რა ურთიერთობა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან?
ესე იგი, ამ წუთას ვისაც გაქვთ ისეთი სიტუაცია, სადაც შეიძლება დაბლოკილებიც ხართ ერთმანეთისგან, ან საერთოდ არ ეკონტაქტებით და რაღაცა ამ ადამიანს აქვს როგორი სიტუაცია იცი, აი თქვენთან დაკავშირებით, ძალიან ილუზიური, აი რაღაცები აქვს წარმოდგენილი ისეთი, რაც რეალობას არ შეესაბამება. და ზუსტად ამ თავისი წარმოდგენების გამო არის თვითონ აი ამას ვეძახით ძალით დაბლოკილი, იმიტომ რომ ძალიანაც უნდა ეს ყველაფერი თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ აი თავს არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაღაც იმოქმედოს. ხო. და რა ურთიერთობა სურს თქვენთან? ამ წუთას კი არის ასეთ სიტუაციაში, მაგრამ უნდა რომ ეს ყველაფერი განულდეს, აბსოლუტურად დასრულდეს და გამოხვიდეთ აი ასეთი გაურკვეველი სიტუაციიდან. უფრო თვითონ გამოვიდეს, იმიტომ რომ თვითონ არის ეს ადამიანი ძალიან დიდ კითხვის ნიშნებში, ეჭვებში და გაურკვევლობაში. არ ვიცი რა მოხდა და რატო არის ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ ადამიანს სურს, რომ ამ ურთიერთობაში ანუ გაუნულდეს აი ეს მდგომარეობა, რაშიც თვითონ იმყოფება ახლა. კარგი. მოდი კიდევ ვნახოთ. რა ურთიერთობა სურს კიდევ თქვენთან თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. ყველა გაშლაზე ვიძახი ხომ თითქმის რომ რაღაც ისე არ გამოჩნდეს ცუდად, მილიონჯერ ვკითხულობ ერთი და იგივე კითხვას, მეგობრებო, ვინც პირველად მიყურებთ, იცით, ანუ და არ იცით, ჩემი გაშლის სტილი არის ასეთი. ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ ერთი და იგივე კითხვას ვსვავ ბევრჯერ, რომ ვიღაცასთან ერთი რეზონირდება, ვიღაცასთან მეორე. ან შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ყველა რამოდენიმე კითხვიდან თქვენ სათქვენო სიტუაცია და ინფორმაცია ამოიღოთ. კარგი. საინტერესოა. რა ურთიერთობა სურს თქვენთან? ეს ადამიანი ამ შემთხვევაში ვიტყვი იმას, რომ თქვენ აღგიქვავთ წყვილად, ანუ მის მეორე ნახევრად აღგიქვავთ ჩვეულებრივად და შეყვარებულია თქვენზე. რა ურთიერთობა სურს თქვენთან? ანუ ეს ადამიანი პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქ აი როგორი სიტუაციაა, იცით, მეგობრებო. ცოტა აი როგორ თქვა, კი არ მიყვარს ხოლმე ასეთი საუბრები, მაგრამ რასაც ტარო მიჩვენებს, ის უნდა თქვა და რა ენერგიებიც მომდის. ძალიან შეყვარებულია ეს ადამიანი თქვენზე, მაგრამ მის ცხოვრებაში არსებობს კიდევ სხვა. ანუ შეიძლება ყოფილი ცოლი ან ყოფილი პარტნიორი, ვინც საკმაოდ ისე ჩამჯდარია მის გონებაში, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ ამ ადამიანს თქვენთან სურს ნამდვილად რაღაცა ახლის დაწყება, თქვენთან სურს სიყვარული, თქვენ გაფასებთ როგორც თავის პარტნიორად და ხედავთ როგორც აი ძალიან მზრუნველ, ყურადღებიან და ძალიან ემპათიურ ადამიანად და ემოციურად, მაგრამ და ეს ყველაფერი ძალიან მოწონს მას, მაგრამ მის გონებაში არის კიდევ წარსული ადამიანი. აუცილებლად. ხო. თქვენთან სურს ურთიერთობა ნამდვილად, სიყვარულიც აქვს თქვენთან, მაგრამ ანუ ეს რაღაც კარგი, კიდევ დავაზუსტოთ აბა აი ამ შემთხვევაში. რადგან სხვა ქალბატონიც არის მის გონებაში, რა ურთიერთობა სურს თქვენთან? გაცრავად მომიწია.
გაჩერება. კიდევ რა ურთიერთობა სურს, აი ამ სიტუაციაში, რადგან აქ სხვა პიროვნებაც აღმოჩნდა, რა ურთიერთობა სურს თქვენთან ამ პიროვნებას. ხო. აი აქ ვიტყოდ იმას, რომ ეს ადამიანი საკმაოდ არ ვიცი თქვენთან რამდენად გამოხატავს ამ თავის განცდებს, მაგრამ საკმაოდ დიდ განცდებშია ეს პიროვნება. ფიქრობს, რომ აქ შანსი კიდევ გქონდეს სასიყვარულო ურთიერთობა და აქვს კიდევ სიყვარულის შეგრძნება, მაგრამ ამ ადამიანს აქვს არჩევანი გასაკეთებელი. აქ ამ შემთხვევაში სიყვარულის და იმის მიუხედავად, რომ თქვენ მისი საყვარელი ქალი ხართ, მის ცხოვრებაში უკვე პარტნიორად აღგიქვავთ ეს ადამიანი, ამის მიუხედავად არ ვიცი რატომ, მაგრამ წარსული პიროვნება, წარსული ქალბატონი, რომელიც იყო მის ცხოვრებაში ადრე, არის მაინც მის გონებაში, რაღაცა არ აქვს გადახარშული ამ მამაკაცს. იმ ქალბატონთან დაკავშირებით რაღაცას ვერ ივიწყებს და ხვდება, რომ შანსი აქვს, ძალიან დიდი შანსი, რომ უკეთესად იგრძნოს თავი და გამოვიდეს აი ასეთი დეპრესიული მდგომარეობიდან, რაც შეიძლება დღე არა, მაგრამ ღამღამობით აუცილებლად აწუხებს ხოლმე ამ პიროვნებას და ცოტა აი განცდებშია იმის მხრივ, რომ ფიქრობს, რომ არჩევანი აქვს გასაკეთებელი. ძალიან კარგი. დავასრულებ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ შემეხმიანოთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე და იმ кейსთან დაკავშირებით ველოდები კომენტარებს და უკავშირებს გაშლასთან დაკავშირებით. დაგემშვიდობებით მე დროებით.